კითხვები დავუსვით ლელოს და გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს. ორივე პარტია უარს ამბობს ამ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე და ამბობენ, რომ მათ აქვთ თავისი არგუმენტები. დავიწყოთ ლელოს პოზიციით. ისინი გვეუბნებიან, რომ რიგ საკითხებზე მათ აქვთ ერთნაირი პოზიციებიც, თანამშრომლობენ კიდეც, თუმცა გაერთიანებას არ გეგმავენ იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ, რომ საკუთარი ამომრჩეველი სხვა პოლიტიკური გემოვნებისაა, რომ საზოგადოებაში არსებობს პროდასავლური ოპოზიციურად განწყობილი დიდი ელექტორატი, რომელიც შესაძლოა მხარს არ უჭერდეს ოპოზიციის ალიანსს იმ გაერთიანებას, რაც გუშინ ვნახეთ და შესაბამისად მათ უნდა შეთავაზონ საკუთარი თავი როგორც ალტერნატივა საზოგადოების ამ ნაწილს და ფიქრობენ, რომ ასე უფრო ეფექტური იქნება ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, ისინი უფრო მკაცრად ახასიათებენ გუშინ შემდგარ გაერთიანებას, ამბობენ, რომ ეს არის გაერთიანება, რომელსაც აქვს ერთი იდეა და ისინი ყველანი ერთი პოლიტიკური გემოვნების არიან, რომელთან ერთადაც თანამშრომლობას არც მანამდე განიხილავდნენ და არც სამომავლოდ აპირებენ. ჩვენ უახლოეს პერიოდში არ განვიხილავთ რაიმე ტიპის გაერთიანებაში შესვლას, ძალიან პრაგმატული გარემოებებიდან გამომდინარე. კერძოდ იქიდან, რომ ქართული საზოგადოება ივანიშვილის წინააღმდეგ მყოფი და წინააღმდეგობის მოძრაობაში მყოფი საზოგადოება არის განსხვავებულ სეგმენტებს მოიცავს და შესაბამისად განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტია ძლიერი საქართველო ლელო სხვა სეგმენტზე უფრო მეტად ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე სხვა პარტიებთან ერთად დგომით და იმ ფორმით, როგორითაც ჩვენ შემოგთავაზა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელიც უფრო მეტად ჰომოგენური, უფრო მეტად ორგანულია, მათი სამიზნე სეგმენტიც უფრო მეტად ჰომოგენური არის. მოდი პირველ რიგში ვთქვათ, ვინ არის ეს ხალხი და რამ გააერთიანა, ხო? ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა ოცნება. ანუ ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად განზრახ თუ შეცდომით ამას არ აქვს მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში გააკეთეს ოცნების საქმე. შესაბამისად ჩვენ თავად უნდა დავანებოთ მათ ნაცვლ წარსულს და რადიკალურ წარსულს და ასე შემდეგ. ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში არის გამიზნული ოცნების ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ. გაერთიანება კი გუშინ შედგა 9 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ეს არის ოპოზიციის ალიანსი, ასე რქვია ამ ერთობას და ამ ალიანსის წევრები ამბობენ, რომ ეს არის ერთობა ერთფეროვნების გარეშე, რაც მათი თქმით ნიშნავს იმას, რომ ეს არ გულისხმობს ეს ერთობა ერთი საერთო სიის თუ ნომრის ირგვლივ გაერთიანებას, არამედ ნიშნავს რესურსების გაერთიანებას, მათ შორის საერთო სტრატეგიის დასახვას, საერთო მიზნების შესასრულებლად და ეს მიზანი ბუნებრივია ქვეყნის შიგნით ეხება ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, ქვეყნისთვის ევროატლანტიკური კურსის დაბრუნებას და ასევე საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკუთარი თავის როგორც ქართული ოცნების ალტერნატივად შეთავაზებას.